ძალიან ბევრი კითხულობს ფითრასთან დაკავშირებით, რომ ქრივია, ობოლია, ავადმყოფია და გავათვარა ფითრა. მარტო სიმქრივის, ან ობლობის, ან ავადმყოფობის გამო არავის ფითრა არ გავა. რადგანაც ყურანი ქერიმში წერია ღარიბი. შეიძლება მდიდარი იყოს, მაგრამ ავად იყოს. ისეთი ავადმყოფობა ჰქონდეს, რომ ფული არ ყოფნიდეს. ფულზე არ იყოს მისი ავადმყოფობა. თორემ ფულზე რომ ყოფილიყო მთელ დუნიას იყიდდა. რა თქმა უნდა, ასეთზე არ გავა. ქრივია, მაგრამ იმდენი ქონება აქვს, რომ დუნიას იყიდის. არც იმაზე გავა და ასევე ობოლსაც. თუ ობოლია, მაგრამ მშობელმა იმ ფერის იმდიდრე დაუტოვა, რომ არაფერი არ უჭირს, იმაზეც არ გავა. ესე იგი, თავარი პრინციპი ფითრაზე და ზეკატზე არის, უნდა იყოს ღარიბი, უნდა იყოს მუსლიმი. ღარიბობასთან ერთად ობოლიც არის, რა თქმა უნდა. ჩვენთან ახლა ზოგადად დამკვიდრებული არის ეს ქრივ-ობლებზე ფიტრის მიცემა, იმიტომ რომ უმეტეს შემთხვევაში ესენი მზრუნველ ის ოჯახში შემომტანი ვინც არის ის მოკლებული ხალხი და უმეტეს შემთხვევაში ესენი ღარიბები არიან და იმით. თორემ ყველა შემთხვევაში ასე არ არის.